საინტერესო ტექნიკას გასწავლით, რომელიც დაგეხმარებათ ნებისმიერი დამოკიდებულებების დამარცხებაში. ეს იქნება სიგარეტის მოწევა, წონის პრობლემა, კვების პრობლემა, ურთიერთობების პრობლემა, გააკეთოთ. ჯერ მოდი შეცდომაზე გეტყვით. პირველი შეცდომა, რასაც ადამიანი აკეთებს. რომ გადაწყვეტს, რომ მორჩა ხვალიდან ვიწყებ დიეტას. აი ამას რო გადაწყვეტს ადამიანი, ეგ უკვე განწირულია კრახისთვის. ანუ არ გამოვა ეგ არაფერი. თუ ძლიერი ნებისყოფა არ გაქვთ. რა უნდა გააკეთოთ? ჯერ პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოთ რა აღარ გინდათ რომ გქონდეთ. მოდით სიგარეტის მოწევაზე გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მწეველია, ხო, ირგვლივ. აი თუ თქვათ ხეს თქვენ ხართ სიგარეტის მწეველი და იცით რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია, რა თქმა უნდა ეს ყველა მიცის, მაგრამ ყველა ეწევა სიგარეტს და გინდათ დაანებოთ თავი და ვერ ანებებთ. რა უნდა გააკეთოთ? პირველ რიგში არ უნდა თქვათ რომ სიგარეტს ვანებებ თავს. არ თქვათ. გადაწყვიტეთ რომ თქვენ სიგარეტს სულ მოწევთ, მანამ მოწევთ, სანამ გენდომებათ. არა იკრძალავთ. და როცა მოწევთ, მოწიეთ სიამოვნებით, ანუ მთელი ტკბობა ჩადეთ ამ მოწევის პროცესში. ამიტომ როცა თქვენ სიგარეტს ეწევით და ფიქრობთ რომ მე ახლა ეს მომკლავს, ვაიმე ეს რაღაცა მიმართება, ამ დროს წინააღმდეგობა მიდის ქმედებასა და ფიქრს შორის. ტვინი გეუბნება არ მოწიო, შენ ეწევი, ხო? ანუ ურთიერთწინააღმდეგობა და კონფლიქტი იქნება. ამიტომ თუ მაინც ეწევი, მოწიე სიამოვნებით, არა უკრძალო შენს თავს. შემდეგ გადაწყვიტე რომ თქვათ მოწევას თავს კი არ დაანებებ, აი ცოტა შეამცირებ რა, იმიტომ რომ ჯანმრთელობის გამო კი არა, აი ცოტა ხარჯიც არის, რაღაცა ლამაზიც არ არის, აი რო ეწევი, დღეს უკვე აღარაა მოდაში. ანუ სხვა რაღაცები დაუდე სარჩულად იმას, რომ სიგარეტის მოწევის შემცირება გინდა. ეხლა თუ 5 ღერს ეწევი დღეში, ხვალ მოწიე 4 ღერი. და რო გათენდება ხვალ და მართლა 4 ღერი მოწიე, თქვი რომ აუ რა მაგარია. მართლა 4 ღერი მოვწიე, 4-5 დღე იყავი 4 ღერზე და ყოველ ჯერზე თქვი რომ აი 4 ღერზე მეც არ ვეწევი. შეაქე შენი თავი. თუმცა ესე უკვე გაჯდება რომ 4 ღერზე ხარ ჩამოსული. მოდი თქვი რომ მოდი ხვალ ვწდი 3 ღერს. და მეორე დღეს თუ გამოგივა 3 ღერი მოწიო, თქვი რომ აუ ნახე 3 ღერი შევძელი. რომც არ გამოგივიდეს, მაინც არ გაბრაზდე. არც ერთ შემთხვევაში საკუთარ თავს არ გაუბრაზდე. და თუ გამოგივიდე და 3 ღერზე გადახვედი, რა თქმა უნდა შეაქებ შენს თავს, რა თქმა უნდა ბევრჯერ ყველგან თქვი რომ აი ნახე რა მაგარი ნებისყოფა მაქვს რომ 4-5 ღერიდან უკვე 3 ღერზე ჩამოვედი. ტვინის მოტყუებით ნელ-ნელა შენ შეძლებ სიგარეტს და სხვა ნებისმიერ რაღაცას დაანებო თავი.